მე არ მახსოვს, მაგრამ ყოველთვის ჩემს სახლში ისმოდა ჰამლეტ გორნაშვილის და მოცარტის ხმა და სულ მინდოდა რომ მეც რაღაც ის ნოტები ამეღო, რაც მესმოდა და თურმე მაქედან უკვე იწყება ჩემი თითის დაჭერა ფორტეპიანოს კლავიშზე. ეს იყო ჯერ სამუსიკო სკოლა, მე-18 სამუსიკო სკოლა და უკვე 8 წლის შემდეგ, უკვე როცა ვიყავი 13-14 წლის, უკვე 10 წლებში გადავედი. და ალბათ რაც წინ და წინ სიარულის საშუალებას მაძლევს, არის ის, რომ სულ მინდა იმაზე ვიფიქრო, რა კონცეფცია ექნება ჩემს თითოეულ კონცერტს. რომ რას დავუტოვებ მაყურებელს, მსმენელს, აქედან რომ გავა კიდე 1-2 დღე ან მეტიც. ის ადამიანები, ვინც ალბათ მისმენენ და ჩემზე უმცროსები არიან, ვეტყოდი, რომ პირველ რიგში არის შრომა საჭირო, კონცერტზეც კი უკვე სცენაზე რომ ხარ, თუ ამის უკან შრომას ვერ ხედავენ და ეს ძალიან კარგად ჩანს, მაშინ ვერც აღგიქვამენ სერიოზულად. მე ვფიქრობ, რომ თავარი მაინც არის საკუთარ თავზე მუშაობა, ოღონდ ისე მუშაობა თითქოს სხვა გვიყურებს და არა ისე რომ მარტო ვართ ამ ყველაფერში. წარმოვიდგინოთ რა მოხდება მაგალითად კონცერტზე გასვლის დროს. ვინ იქნება, ვინ მოგვისმენს, რას მოისმენენ ჩვენგან, ანუ ვიყოთ ჩვენი თავის მსმენელიც იმ მომენტში, როცა შრომობთ, მუშაობთ, რეპეტიციობთ და მაშინ მივხვდებით, რას ვთავაზობთ მაყურებელს, მსმენელს და რისი მიღება გვსურს მათგან.